გამარჯობათ პატივცემულო მსმენელებო. არის გამოხმაურება ჩვენი მსმენელებიდან ითხოვენ ახლა რომ როგორც ბატონი აკაკი საუბრობდა აი რატომ ასე აი ყველაფერში რატომ ესე სიღრმისეულად არ საუბრობ ჩვენგან ითხოვენ რა არის ესეთი მოთხოვნა რომ უფრო კარგად უფრო ცლად რა ვიცი გვიწუნებენ თითქოს მაგრამ მე მინდა აღვნიშნო რომ ეს ერთადერთი ადამიანია ჩვენ მისნაირად მე ახლა მოკლედ გავცემ ამას პასუხს და უფრო კარგად ასწრებ ჩემო კახა ამას რომ მისნაირად ის ერთადერთი ადამიანია რომელსაც ჰქონდა ეს სიღრმისეული ცოდნა და თუ რამე ვიცით ჩვენ მისგან ვიცით და როგორც მასწავლებელი ისე იყო ის ჩვენთვის და ისე არის და იქნება კიდეც ხო და ჩვენგან არ ვიცი ახლა ჩვენ ისეთნაირად მოვიდეოს ყველამ და ესე ვერ ავხსნით ამას ხო ნუ ეს ერთი თემა ჩემო კახა მინდა ყოველთვის შევეხოთ ხოლმე გვიჩქავს კიდეც რა თქმა უნდა რომ არის ახლა ხალხთან ურთიერთობის დროს საუბრებისას არიან ბევრი საზოგადოების ერთი ნაწილი იყვენ ასეთები ადრეც ეხლაც არიან და რომ არაფრის იმედი აღარ აქვთ და ხელი აქვთ ჩაქნეული რაც არის მომაკვდინებელი რა თქმა უნდა და არიან ისეთებიც რომლებსაც ჯერათ იმისი რომ ვიყავით ვართ და ვიქნებით ქართველები თავარია ვილოცოთ და გადავრჩებით თუ კი ბატონო ეხლა მე და არაერთხელ გვითხოვს ჩვენ ლოცვას არავინ არ გვიშლის და პირიქით თუ არ ვილოცეთ და ეკლესიაში თუ არ ვიარეთ მას რაღაცა ჩვენი ქრისტიანობა მაგრამ ყოველთვის ვიწევდა ამის თქვა ბატონ აკაკისაც 28 წლის მანძილზე გვეუბნებოდა იმას და ვამბობთ ჩვენს და გავიმეორებთ რომ მარტო ლოცვა არ უშველის საქართველოში ამ ქვეყანას და არც ერთ ჩვენთაგანს თუ ის მოცემულობა რაც არის მოცემული რასაც უფალი გვეუბნება უფლის სიტყვა მოსული უფლის სიტყვა რასაც გვეუბნება გვასწავლის და თუ იმ გზით არ ვივლით აი გზას გვიჩვენებს და თუ ჩვენ არ გვინდა ამ გზაზე გავლა მარტო ლოცვით არ ეშველება ასეა ყოველთვის ასეთი იყო ჩვენი პოზიცია და ასეთი იქნება და იმის ყურება რომ აი გარეთ ან მოსკოვი მიშველის ან ვაშინგტონი ესეც რა თქმა უნდა მომაკვდინებელი ილუზია ქვეყნის შიგნით ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საქმეები და არა ქვეყნის გარედან ვინ მოსკოვსაც უჭირს რუსეთსაც უჭირს ამ შემთხვევაში ამერიკასაც ევროპას და მთელი მსოფლიო არის გასაჭირში ხო და როგორ უნდა გვიშველოს იმან როცა აქ არის მოსული ის გზა არაერთხელ გვითქვავს ამაზე გაგვიმახვილებია ყურადღება და იმას არ ვაკეთებთ ხო და არის კიდევ მესამე თემა დღევანდელი ეს მიმდინარე პროცესებიდან საზღვარგარეთ რაც მოვიდა ტრამპის სათავეში ბევრს უნდა მისი იმედი აქედან რომ აი მშვიდობას დაამყარებს იქნება კარგი ეკონომიკური ცვლილებები მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენზეც აისახება ეს მაგრამ რასაც უყურებთ ამის ნიშანწყალიც არ არსებობს დღეს აი რა ხდება ამ სამ თვეში უკვე გამოვიდა ხმა რომ 8 ტრილიონზე მეტი თაზარალა მისმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ბატონ დონალდ ტრამპსია საუბარი ის მსხვილი ამერიკული კომპანიები აღარაა ლაპარაკი ჩვეულებრივ ხალხზე ამერიკელ ხალხზეა საუბარი ჩემო კახა და აი ამ თემებზე რომ ვესაუბროთ დავიწყოთ მშელობა მე ნერსა დავიწყოთ ახსნა კი ბატონო საკითხებს მიესალმებით ჩვენს მსმენელს მაყურებელს კი ასეთი გამოხმაურება როგორც აღნიშნეთ დავით ერთ-ერთი პიროვნება ბატონ აკაკის რომ უსმენდიო იმედი მეძლეოდა ასე თუ ისაუბრებთ მაყურებელს ბევრს დაკარგავთო და ასე შემდეგ ჩვენ ეს სერიოზული საკითხია და აქ მაინც საჭირო არის კვლავ
გავიხსენოთ და გარკვეული განმარტებები ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ და გავიმეოროთ, რასაც თვითონ ბატონი აკაკი ამბობდა. ყველა ვინც თulis რომ ჩვენ თუნდაც ორგანიზაცია ეროვნული თანხმობის დარბაზი, ანდაც სხვა სახელდების ორგანიზაცია, ანდაც სხვა გვარსახელის პიროვნებები. ვინმე ჩაანაცვლებს ბატონ აკაკის და ისევე ისაუბრებს, როგორც ეს ადამიანი საუბრობდა, ისეთივე რაღაც შინაგან იმედს აგვიძრავს, როგორც ბატონი აკაკი, წინასწარ გეტყვით და გაგიცნობთ იმედს, რომ ამას ვერ შევძლებთ. და გეტყვით, რატომ არის ეს ასე. დიდი სალაპარაკო თემაა, იმიტომ რომ ძალიან ისეთ საკითხებს ეხება თავისთავად ამ ყველაფრის განმარტება, მაგრამ შევეცდებით, რაც შეიძლება მოკლედ ვთქვათ. ბიბლია და სახარებაში მოცემული სიუჟეტები თავისთავად ცხადია შეიცავდა ძალიან ბევრ იგავს. პირდაპირ ამბობს იესო ქრისტე, რომ ახლა იგავებით გელაპარაკებით, დრო მოვა და გაცხადებულად გავუწევთ, მეც ვერ იტვირთავთ. ახლა თუ ჩვენ წამს, რომ იესო ქრისტე ღვთისძე იყო და იგივე ღმერთი იყო, სამების არსება საუბარი, მაშინ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის რაობის ბოლომდე შეცნობა ადამიანის გონებისთვის ეს შეუძლებელი საკითხია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არაფერი და ვერაფერი გვეცოდინება და არავითარი მიმართება არ გვექნება ღმერთთან. ადამიანი სწორედ ის არსია, რომელსაც სწორედაც ისტორიულად აქ მიმართება, ეს ერთადერთი არსია დედამიწაზე, რომელსაც ცნობიერ დონეზე შეუძლია გარკვეული მიმართება იქონიოს იმასთან, რასაც სამყაროს შემქმნელი ქვია, სამყაროს წარმართველი ქვია, სიცოცხლის და ასე შემდეგ ყველაფრის. და როდესაც ის უკავშირდება ადამიანის მოდგმას გვიკავშირდება, გარკვეული მიზანია თავისთავად ჩადებული, ეს სამყარო გზრდის, ამან შექმნა ეს გზრდის და გარკვეულ პირობებს გვიქმნის ზრდა განვითარებისათვის. ჩვენით არ ჩვენი თავი დაგვიბადნია, არ ჩვენ შეგვიქმნია ეს სიცოცხლე, ახლა ისე გამოდის ისეთ რაიმეს ვამბობ, მორწმუნე და ღრმად გათიცნობიერებული ადამიანისთვის შეიძლება ეს მომაბეზრებელი ერთფეროვანიც იყოს, ურწმუნოზე აღარაა ლაპარაკი, მაგრამ იმ იგავების შინაარსი უნდა მოსულიყო დრო და გაცხადებულიყო კაცობრიობისთვის და ქართველმა იცოდა, რომ ამენაში იყო ყველა ეს საიდუმლო ჩადებული, რომ ერთი ამენით განიკითხავდა, როცა განკითხვის დრო მოვიდოდა, ანუ როცა მეორედ მოსვლის ჟამი დადგებოდა და 4 დღის მიძინებულია ლაზარეო, იგავში ასე მითითებული, დღე ერთი ვითარცა 1000 წელიო, ეგეც მითითებული ჰქონდა, ესე იგი 4000 წელზე გახდათ საუბარი. და როდესაც მართლაც აი ამ დრო და ჟამში აღმოჩნდით, როდესაც სიტყვის სახით იწყება მოსვლა იმ ცნობის, იმ ინფორმაციის, იმ სიტყვისა და სიტყვა ღმერთი, რაც აქამდე არ ვიცოდით, როცა ეს ქართულ ენაზე ცხადდება, ასეთი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდით. საზძლომ მისმა განიზადოს თავიო. ასეა. მაგრამ მაჩვენა ამიყვანა დიცა და მაღალფრთაზე და მაჩვენა სააზლო ქალაქიო. ესე იგი ერთი საუბრი თუ საზლო ერთი პირია, არის საზლო ქალაქიც, უფლის საზლო. აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება სარძლო, საპატარძლო, გოგო, ქალი, ქალიშვილი. აქ ცოტა სხვა რამეზია ლაპარაკი და აი გაცხადებულად იგავების გახსნით, რაც ქართულ ენაზე მოხდა და მომხდარი ფაქტია, უფლის ნებით რა თქმა უნდა.
არსებობს ასეთი სულიერი განზომილება, ფუნქცია ადამიანის საზძლო, კაცის საზძლო პიროვნება. რომელმაც უნდა ზლიოს. კი. რომელიც უნდა მოემზადოს უფლის სიტყვის მისაღებად, ზლიოს თავის თავში, რაც საძლევი აქვს, იტვირთოს მიღებული უფლის სიტყვის გადმოცემა და ზოგადად ეს არის საზძლო პირი. ერთდროულად, სწორედ მეორედ მოსვლის ჟამს საზძლოშივია მოცემული სული ჭეშმარიტების, რაზეც არის ლაპარაკი. ახლა მე აღარ მივყვები, იმიტომ რომ თვითონ ამ თემაზე ბატონ აკაკის ძალიან კარგად აქვს გაშიფრული და ნასაუბრები აქვს არაერთი გზით, არაერთი გადაცემაზე ყოფილა გადაცემაში ყოფილა ამ თემაზე საუბარი. ამავე დროს არის საზძლო ქალაქი. და ბოლოს პირდაპირ გავაცხადოთ, არის ერთი საზძლო პირი, საზძლო ადამიანი, რომელიც იღებს და ჰქონდა მიღებული უფლისგან სიტყვა და ეს სიტყვა ღმერთი და ეს სიტყვავია ძედა ქრისტე. ეს სიტყვავია ახალი ცნობიერების, ახალი შეხედულებების ძველში შემსწორებლის შემტანი და ასე შემდეგ. უზარმაზარი მოცულობისა, უაღრესად ტევადი რამ გახლავთ და ამ ერთი ადამიანის ფუნქცია, საზძლოს ფუნქციას ვერავინ ვერ შევითავსებთ. ვერავინ ვერ გავხდებით სული ჭეშმარიტების მიმღებნი ის ერთი რაც იყო და იყო. ამიტომ ბატონ აკაკის ფუნქციას ვერავინ ვერ ავიღებთ ჩვენ თავზე, მაგრამ ადამიანი არ არის უკდავი თავისთავად ცხადია, იგი წავა და სხვა მოვაო და ბატონ აკაკი დღეს ფიზიკურ სამყაროში ჩვენს გვერდზე აღარ არის. მაგრამ რჩება საზძლო ქალაქი, არის ერთი საზძლო ერი, ქართველი ერი, რომლის ფუნქციაც, ისევე როგორც ბატონ აკაკის ფუნქცია ამ ერთ ადამიანში მოცემული, რასაც ის ასრულებდა ცნობიერ დონეზე 28 წლის განმავლობაში, ეს შეუცვლელია და იგივეობა ვერ გამეორდება. ზუსტად ასევე ქართველი ერი თავისი დაფარული, მიძინებული 4000 წლოვანი ძილით, მანამდე არსებული მიძინებული ისტორიით და თავისი დღევანდელობით და დღევანდელობამდე რაც არის, რაც შეიძლება შეჯამდეს ერთი ფორმულით, ღვთისმშობლის წილხვდომილობით, ეს უზარმაზარი სულიერი ფორმულა ქართველი ერი წარმოადგენს საზძლო ერთ-ერთს თავისი შეუცვლელი ფუნქციით. ამ ფუნქციას სხვები ვერ შეასრულებენ. ყველა ერთს თავისი დიდი ფუნქცია გააჩნია, მაგრამ აი ამ საქმეში, აი ამ ჟამის პერიოდში, რასაც მეორედ მოსვლა ქვია, საზძლო ერის ფუნქციას ასრულებს ქართველი ერი. და გვაქვს მესამე მოცემულობა, ის უკვე უშუალოდ პირდაპირ ახალი სიტყვიდან, რა განმარტებასაც ბატონ აკაკი გვაძლევს, არის საზძლო კაცობრიობა. ასო ხ-ში ჩადებული პრინციპით. ერთი 3 შეიცავს ხ. ხედრულ ხ-ზეა ლაპარაკი, ხედრული ხსნის ასომთავრული ჩადებულ საიდუმლოებებს და 3-ია, ერთი ანი არის ადამიანის საზძლო პირის, რომელსაც თავის თავში უნდა ეძლია და აღესრულებინა ის ფუნქცია, რასაც 28 წელი ემსახურა. არის მეორე ანი ერის, საზძლო ერის, ღვთისმშობლის წილხვედრი ერის ფუნქცია, მოვალეობა. ამ პიროვნებამ ეს სიტყვა მთელ ერს გადმოქცა. უამრავი გაზეთი გამოიცა, უამრავი საუბარი აქვს, უამრავი პიროვნება დღე და ღამკარი ღია იყო მის ძალიან მცირე მოცულობის ოთახში. ათასობით ადამიანია მისული, სახელმწიფო წრეებიდან დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნებიდან, საელჩოებიდან, 20-ზე მეტი ძალიან მსხვილი ქვეყნის წარმომადგენლობები
მოდიოდნენ და ვინ აღარ მოდიოდა. იმდენი შეკრებები, იმდენი აქციები და ასე შემდეგ. მოკლედ ერს გადმოსცა. ახლა ჯერი ერზია იყო და ვფიქრობთ რომ კვლავ მაინც რაღაც ფუნქცია გაგვაჩნია ქართველ ერს როგორც ასეთი. ამიტომ ახლა ჩვენ გამოდივართ უკვე როგორც ამ ერის წარმომადგენლები, ეროვნული თანხმობის დარბაზის ფუნქცია რა არის და ჩვენი ფუნქცია რა არის. მართალია, ბატონო ელაკი ჩვენს გვერდზე აღარ არის. მართალია ვერ გადავწყვიტეთ ის საკითხები, რაც უნდა გადაწყვეტილიყო. 90%-ზე მეტი გაკეთებულია, როგორც გვეუბნებოდა და სულ მცირე იყო დარჩენილი და ეს სულ მცირე ვერ გადავწყვიტეთ. მაგრამ არსებობა გრძელდება. ერი როგორც ასეთი არსებობს, გადავრჩით. არ მოხდა ომის ეპიცენტრის გადმოტანა და საქართველოს დაშლა განადგურება, რაც სრულიად რეალური იყო, აბსოლუტურად რეალური იყო, ეს აქ მომხდარიყო და აქ დაწყებულიყო, დამთავრებულიყო. აქ ლაპარაკია თუნდაც უკრაინის ომში ჩავყით. უკრაინასთან ერთად იმ დიდ მსოფლიო ომში თუ კი ჩაებმებოდა ქვეყანა, რასაც ფაქტიურად ისინი თხოვდნენ და ჯერჯერობით კვლავაც მოითხოვენ ჩვენგან რა. და მესამე ანი არსებობს, საკაცობრიო ანი არსებობს. ეს სამივე თანმიმდევრულად არის. ჩვენ ვამბობთ, რომ რადგან ერმა ბოლომდე ეს ფუნქცია ვერ შევასრულეთ და მთავარი ავტორიტეტი აღარ არის ჩვენს გვერდით ბატონი აკაკი, ბოლომდე განხორციელებელი დარჩა ღვთისმშობლის ფუნქციის აღსრულება, საკაცობრიო სულიერი მისიის აღსრულება კაცობრიობის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე. მოვლენა და პროცესი უკვე გადასულია კაცობრიობაზეც. აქ რაც ხდებოდა საქართველოში, დაახლოებით იგივეს გაივლის და გადის კაცობრიობაც. თავისი არევდარეულობით, თავისი ურთიერთდაპირისპირებით, თავისი იყო სამოქალაქო ომი, იყო დიდი არეულობები და ეს არ არის ჩამცხრალი, არა, ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში ისი აღარ არის. ძალიან ბევრი რაღაც სულიერი თვალსაზრისით საქართველოს აი ამ დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში სწრაფად გავიარეთ, სწრაფად გაგვატარა. და დაახლოებით იგივეს გაივლის დიდი კაცობრიობაც. და ეს მექანიზმი უკვე ჩართულია და ფაქტობრივად ჩვენ ამ პროცესს შევყურებთ. ესე იგი, მიმდინარე მოვლენა, რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული, სამყაროსეული მასშტაბისა. იმიტომ რომ თვითონ ადამიანია ღვთის ხატად არა შექმნილი არსი. ესე იგი, ჩვენ თვითონ რა ვართ და რას წარმოადგენთ სამყაროსთვის ვერ გვესმის. ჩვენი მატერიალისტური ცნობიერებით ჩვენი ფიზიკური ზომები და საერთოდ ჩვენ არც ვარსებობთ სამყაროსთვის. იმდენად უმნიშვნელოა ჩვენი ზომა. თითოეულის გინდა ერი ავიღოთ, გინდა მთელი კაცობრიობა, გინდა დედამიწა ავიღოთ და გინდა მზის სისტემა ავიღოთ. და თვითონ ჩვენი გალაქტიკაც კი მთელ სამყაროსთან შედარებით თითქმის არც არსებობს, იმდენად პატარაა. ეს მატერიალური თვალით თუ შევხედავთ ასია, მატერიალისტური თვალით თუ შევხედავთ ასია, მაგრამ სხვა ცნობები გვაქვს ბიბლიური მოცემულობით. ადამიანი ღვთის ხატად და დარად შექმნილია. ესე იგი, ჯერ ჩვენ ვართ არსი, რომელსაც ძინავს რაღაც განსაკუთრებული პოტენციალი გაგვაჩნია. თუმცა თვალნათელია და აშკარაა, რომ ჩვენ გარკვეულ განვითარებას გავდივართ, ისევე როგორც თესლი, რომელიც ვივდება, იზრდება და შემდეგ ხდება დასრული ხემცენარია თუ კიდევ სხვა და სხვა რაღაცა რა. მსგავსად კაცობრიობაც, ადამიანიც გარკვეული საწყისებიდან მოვდივართ, თავის დროზე მარტივი იყო, პრიმიტიული იყო და ეს ფართოვდება, ეს იცვლება, სახეს იცვლის და ასე შემდეგ. ესე იგი, წარმოდგენა არა გვაქვს სინამდვილეში თვითონ რა ვართ, რას წარმოვადგენთ. აი, სულიერად რაწონა გვაქვს, აი ამ უსასრულობაში. საერთოდ გვაქვს თუ არა და თუ რაწონა გვაქვს. ბიბლიური თვალსაზრისით ძალიან დიდი წონა გვაქვს მონიჭებული. ღვთის ხატება და დარობაა ჩადებული თითოეულში, პოტენციალში.
ამიტომ მეორედ მოსulis ჟამს, როცა წდება ყოფნა არ ყოფნის საკითხები და არა და ადამიანში მთელი კოსმოსი და სამყარო ასახული, იმდენი რამ წდება, იმდენად რთული საკითხებია, რომ ამაზე სრული წარმოდგენა ვერაფრით ვერ გვექნება. 1000 წლეულები გავა და მომავალი თაობები ცოტა მეც გაიგებენ. ის ცოტა კოლოსალურად ბევრი იქნება, ვიდრე დღეს ჩვენ რაიმე გვესმის. ისევე როგორც პირველყოფილ ადამიანს არ ქონდა წარმოდგენა ამ სამყაროს მექანიკაზე, ამ სისტემა რა იყო და ასე შემდეგ. და ახლანდელი ხედვა ტექნიკური საშუალებებით როგორ არის გაზრდილი, აი მსგავსათვე ძალიან დიდ ჰორიზონტზე გავა. მომავალი თუ გადარჩა. ახლა წდება საით, გზაჯვარედინია. გზა, რომელსაც ვადგავართ, ეს უკვე დაღუპვისაა და გზა, რაც შემოთავაზებულია გადარჩენისთვის, ეს შანსიც არსებობს. რაც ქართულ ენაზეა გაცხადებული, 90% გაკეთებულია და გასაკეთებელია დარჩენილი ძალიან მცირე. ვერ მოესწრო ბატონი აკა. თავარი ავტორიტეტი არ გვყავს. ამიტომ ჩვენ ისეთ იმედს ვერავის ვერ მივცემთ, როგორცაც ეს ადამიანი იძლეოდა. ვერავის თავისთავად ცხადე ახლა არავის არ კიცხავდა, მაგრამ შეიძლება გვეშლება ხოლმე ჩვენც რაღაცა და მისი მიბაძვა ესე პირდაპირ კალკირება არასწორია და თუ ასე გამოგვდის გვაპატიეთ, ესე იგი აქაც ვცდებით. თავარი რა არის? ის პრინციპები მაინც არ უნდა შეგვეშალოს, რა პრინციპებიც უძირითადესია, რაც გადმოგვეცა. და ხშირად ვსვავთ ხოლმე კითხვას, მოვითხოვთ კიდევაც, ხო, არის მსმენელი, არის მაყურებელი. ეს ადამიანები მანამდეც უსმენდნენ, პირადად უსმენდნენ. თუ კი რაიმე გადახრასა აქვს ადგილი, თუ კი რაიმე დარღვევასა აქვს ადგილი, ჩვენ ვითხოვთ, რომ შეგვისწორონ, მივიღებთ ამ შენიშვნას. ეს აუცილებელია. ჩვენ ჩვეულებრივი ერის შვილები ვართ, ისევე როგორც ჩვენი მსმენელი, თავისთავად ცხადია. მხოლოდ ერთი რამით გამოვირჩევით. ის მემკვიდრეობა, რაც ბატონმა აკაკიმ შექმნა. საკითხი პოლიტიკურად ხდება. ფორმაცია გვაქვს შესაძლებელი, ესაა ბოროტების გზა, ესაა დაღუპვის გზა. ჯერჯერობით ყველაფერი მუშაობს, რომ ეს დაიფაროს, ვითომ არც მომხდარა, ვითომ არც ყოფილა ბატონი აკაკი. არ ყოფილა საუბარი იმ უნიშნელოვანეს, იმ უბრწყინვალეს თემებზე, იმ ყველაზე მაღალზე და ძვირფასზე, რასაც ჟამის ათში გარკვევა ქვია, რასაც მოსული სიტყვით გადმოცემული, გაცხადებული, ქართულ ენაში, ქართულ სიტყვებში ჩადებული საიდუმლებათა ზიარება ქვია, რაც უფლისნებით ხდებოდა. ჩემით არაფერს ვაკეთებ, ჩემით არ ვლაპარაკობ. მე რაც მეწოდება იმას გასვვითო. ახლა ისე კეთდება, რომ თითქოს ეს არც არსებულა. ჩვენ იმით განსხვავდებით სხვა ორგანიზაციებისგან. არ გვინდა ამის დავიწყება და გვინდა რომ ეს უზარმაზარი მემკვიდრეობა გამოვიყენოთ, რომ გადარჩეს ქვეყანა. იმიტომ რომ რაღაც დონეზე მოხდა საქართველოს ქართველი ერის სიცოცხლის გახანგრძლივება, მოხდა ცნობიერებაში გარკვეული შესწორების შეტანა ხელისუფლის ცნობიერებაში. რაზეც იყო აღმოცენებული, საიდანაც იყო წარმოგზავნილი, სადაც განათლება მიიღეს, ვინც ჩვეულებრივი რიგითობიდან ხელისუფლების სიმდიდრის სიმაღლეში ამოიყვანა და ჩასვა. აღარ გაატარა მათი ბრძანებები, იმიტომ რომ წინ უსრული და დაღუპვა იყო ქვეყნის. აი როგორ დაუყვეს და გააუბედურეს უკრაინა, ასევე უნდათ საქართველოშიც, იმიტომ რომ ეს ტერიტორია მეტად მნიშვნელოვანია. ძალიან მწარე დარტყმის მიყენება შეეძლო. უკრაინაში უნდათ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება. კავკასიიდან კიდევ უფრო მეტი უბედურობა შეიძლება დატრიალდეს არა მარტო რუსეთისთვის. ჩვენ კი არა გვაქვს ეგ ფიზიკური ძალა. ახლა ბევრი ამბობს, რომ ჩვენ რა შეგვიძლია, ასე შემდეგ. ამ ტერიტორიიდანაა შესაძლებელი. და ხელისუფლების გარკვეული პოლიტიკა იყო საჭირო, რომ ომის ეპიცენტრი აქაც გაჩენილიყო რა. ესე იგი ცნობიერებაში გარკვეული შესწორების შეტანა მაინც მოხდა, რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო, თითქმის გამორიცხული იყო. ერთგვარი სასწაული. ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ კოსმოპოლიტური სამყაროს მშენებლები ვიყავით,
უცებ დადგა დრო და ეს ადამიანები ვიძახით ენამამული სარწმუნოებაო და ომის პარტია სოფლიოში გაბატონებული არ უნდა დავექვემდებარო თორე დავუპებდო ჯერ შესასწორებელი ძალიან ბევრი რამეა საწყისთანაც არა ვართ მაგრამ ეს არ არის საკმარისი რომ გადარჩეს ქვეყანა აი რომ გადარჩეს ისა გვაქვს გასაკეთებელი რაც 90% გაკეთებულია მემკვიდრეობა დევს აქეთ არავინ ვიყურებით აი ეროვნული თანხმობის დარბაზი სწორედ იმიტომაა შექმნილი როგორც ასე მიზნითაა შექმნილი რომ ეს გავახსენოთ საზოგადოებას მიუთითოთ და ვიკითხოთ ბოლოს და ბოლოს გვინდა დავდგეთ ამ გზაზე რაც უფლისგან მოწოდებულია თუ არ გვინდა არ გვინდა ესე იგი არ გინდა შეცვალო არსებული ფორმაცია კაპიტალიზმი გლობალისტური კაპიტალიზმი აი გლობალისტობა ხო ხედავთ რომ გამანადგურებელია კოსმოპოლიტური გლობალისტური ეს გასაკუთრებული ტურბო რას ეძახიან კაცო არის ესეთი განმარტება შემოიღეს ტურბოლიბერალობა თუ როგორც არის რანერეთაც გინდა ისე გავიგოთ ხო რომ აი ლიბერალიზმი გასაგებია რა დინარეობა ილიაც ლიბერალი იყო ხშირად ამასაც ხვდიან მაგრამ დღეს ტურბოლიბერალობა დავარქოთ რომელიც სუსხაში და ეს მატარებელია სინამდვილეში ვიდრე ილიას რაც ჰქონდა თავში გულში და აზროვნებაში ხო თუ ამ სისტემას დავტოვებთ განქართველება მაინც მოხდება კაცო ბატონი კაკეამო და კაცობრიობა კიდეც რომ გადარჩეს იქ რაღაც შეიცვალოსა რა აი ეს გზა თუ გაგრძელდება და არ შეიცვლება ქართველებს მაინც არ უწერია გადარჩენა ამის ნიშანს რა გვაძლევს გვაძლევს თუნდაც დემოგრაფია რომელიც დაკავშირებულია ეროვნული ეკონომიკის არქონასთან და არა მარტო ეროვნული იდეის არქონასთან ეროვნული იდეოლოგიის არქონასთან რა არის იდეოლოგია რაღაც წმინდა და ამაღლებულს უნდა ემსახურებოდნენ რაღაც ფანატიკურს და ბნელს კი არა ეს სხვა საკითხია წმინდასა და ამაღლებულს უნდა ემსახურებოდნენ ქართული იდეა ქართული იდეოლოგია მოსული ახალ სიტყვის საფუძველზე თუ ააგებ გექნება მაშინ მიზანი რომელიც გამოგკვებავს სულიერი თვალსაზრისით დიდი ხნის მანძილზე ეს იქნება შენი საკვები რაც გადაგვალახვინებს ამედად ყველაზე რთულ ეპოქას და პერიოდს რასაც გზაჯვარედინზე არჩევანის გაკეთების დროს არსებობს სირთულეები და დიდი ხნის განმავლობაში ეს იქნება ცხოვრებისა და სიცოცხლის იმპულსის მომცემი ქართული იდეოლოგია მიზანი უმიზნოთ დღევანდელი მიზანი რა არის თანამედროვე კაპიტალიზმის და ბიზნესის და ფულის კეთების ეპოქაში ჩაჭრობის ეპოქაში რა არის როგორ ვიშოვოთ ფული აი ბიზნესში ხარ ხო ბიზნეს არ ეღალატება ბიზნესი გაქვს ასე იგი კაცი ხარ და აბა ბიზნესი ინტერესები გაქვს აბა ესე იგი ეს უმაღლესია და რომ მივყვეთ ეს არის უმაღლესი და ფულის კეთებით მხოლოდ მატერიალური სიუხვით და მომხვეჭელობით დაავადებული საზოგადოების ბოლო არის დაუღვა თუ გადარჩენათ ვინმე ჩათვლის ციფრულ მონობამდე მივა საქმე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არსებობს ეს ტექნიკური საშუალებები ტვინების ჩიპიზაცია ყველაფერი და ადამიანში მოკვდება ღვთის მიერ ჩადებული ღვთის ხატად და დარად შედგომის პოტენციალისკენ კი არ წავა პოტენციალის რეალიზაციისკენ კი არ წავა მომავალი ევოლუცია და განვითარება დიდი ნაწილი გადაიქცევა ციფრულ პირუტყვად, ვირტუალურ რეალობაში ჩაჭედილ ციფრულ პირუტყვად, რომელსაც ეგრეთ წოდებული თავწარმოდგენილი ღვთაებრივი ელიტა, როგორცაც დააპროგრამებს, ისეთი იქნება. მილიარდამდე შეამცირებს, ყველანაირი ტექნოლოგია აქვს, თუ არა და ხელოვნური ინტელექტი მოუგვარებთ თავიანთ უკვე საკმაოდ შეზღუდული ინტელექტს, ეს არ არის უკვე ადამიანური განვითარების გზა. თუ ეს მოხდა, არ გავარდა თოფი, არაფეთქდა ატომი, არაფერი დაგვეცა თავში, ასე გაგრძელდა, აი ამ წყობის, ამ აზროვნების ბოლო წერტილი მაინც ეგ არის.
ეს უკვე მაინც სიკვდილია, ეგ სიკვდილია. მაგისთან ყოფნა და არ ყოფნა ერთი და იგივეა. როცა შენ ხარ ბიოლოგიური პირუტყვი, დაჩიპული და ხელოვნურ ინტელექტზე გამობმული, ვირტუალურ რეალობაში ჩაჭედილი არარაობა. ეს არის ბოლო. თუ არ ვცვლით. ხო და აქვე არის სწორედ მეორე საკითხი, რომ აი მხოლოდ ლოცვით და ვილოცოთ და გადავრჩევით. ახლა ლოცვა არ არის პატარა რამე, დიდი რამეა. გასაგებია, რომ ახლა მატერიალისტური ცნობიერება უფრო ძლავრად არის გამჭდარი, თითოეულ ჩვენთაგანშიც თავისთავად ცხადია საზოგადოების ფართო ფენებშიც და ლოცვა ჩვენთვის იმ დატვირთვას აღარ ატარებს, რაც წინარე საუკუნეებში და წინარე ეპოქებში იყო თითოეული ადამიანისთვის რა. ჩვენ რაიმე ქმედება რომ განვახორციელოთ, ვეყრდნობით ტექნიკურ ცოდნას, ტექნოლოგიებს და გვაქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობები და ისეთ რამეებს ვაღწევთ და ვაკეთებთ, რაც ადრე ზღაპრებშიც კი რომ არ იყო მოაზრებული. ბევრი რა. უკვე ამის განხორციელებული ადამიანი დაფრინავს მარტო ერთი კი არა 200-300 ადამიანი ერთად რესტორნებიც კი აქვს დიდ ცაში 10-11 კილომეტრის სიმაღლეზე წყალქვეშ კოსმოსში და აგერ ავიღებთ ტელეფონს დედამიწის მეორე მხარეს დაველაპარაკებით ყველა ცნობა აქ ამოყრილი ხო? ხო, ამიტომ ერთგვარად ლოცვა გვერდზეა გადაწეული გავიგეთ, მაგრამ ლოცვაში არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალა. თუმცა როგორ ვლოცულობ და რაზე ვლოცულობ, რისთვის ვამზადებ ჩვენ სულს. თუ ჩვენ რწმენაში ესია გაცნობიერებული, რომ მეორედ მოსვლა საყოველთაო სამყაროს აღსასრულია. მაშინ ჩვენი ლოცვა ხო, აი რა არის? წინასწარ არავინ არ იცოდა რა პროცესი იქნებოდა ეს ეგრეთ წოდებული მეორედ მოსვლა. რო იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საპასუხისმგებლო კი ბატონო, ესე იგი უფალმა უნდა გაასწოროს, განიკითხოს, ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს. გარკვეულ წრეებში ჩამოყალიბდა და გაცნობიერდა ისე, რომ ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს სამყაროს საყოველთაო აღსასრული, ეს არის ამ ყველაფრის უკანასკნელი წუთები თუ მეორედ მოსვლა. და ადამიანები, რომლებიც წმინდანები არიან, რაც დამსახურება აქვს, ძალიან მცირე რიცხოვანი. ახლა არ გაუხსნო ხას რა რწმენისას გულისხმობენ, ამ რწმენაში კიდევ რომელ მიმართულებას გულისხმობენ, მხოლოდ ის ვიწრო წრეს 154,000 თუ რაღაც მარადიულ ნეტარებაში, მარადიულ სამოთხეში აღმოჩნდება და დანარჩენი ჯოჯოხეთში და ყველაფერი უნდა გაქრას. ასე იყო გაცნობიერებული. მაგრამ ამ ჟამმა სწორად გააჩინა სხვა კითხვებიც. კი არსებობს ყველაფრის დაღუპის დედამიწის ცოცხლის მოსპოვის საფრთხე, იმიტომ რომ ეს გზა დაღუპისაო, ამას ამბობდა ბატონი აკაკი და მართლაც ყოველდღიურობის, ყოველდღიური ანალიზი, მეცნიერული დასკვნები ერთდროულად საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ იძლევა იმის დასკვნის გაკეთებას, რომ ცივილიზაცია ძალიან მძიმე და გამავალ კრიზისშია. რასაც ბოლომდე არ გვეუბნებიან მსგავსად ტიტანიკისა, ტიტანიკი იძირება, მაგრამ მუსიკოსები უკრავენ. ბრძანება გაიცა, რომ ბოლომდე მაინც დაუკარეთო. ესე იგი, თავშესაქცევი რომ იყოს და არ იყოს პანიკა, ყველაფერზე არ მიდის ლაპარაკი. ხო, ეს გზა დაღუპისაა. და ქრისტეს სიტყვა მოდის
და გაჩვენებს, რომ არსებობს არსებული ბედისწერაში შესწორების შეტანის საშუალებაც. და აი ეს აგვაქვს მიღებული ქართველებს. აი ამ ცნობას ვაწვდით მთელ სოფლიოს. პირველ რიგში მოგვეწოდა ბატონი აკაკი ჩვენ და ერის ფუნქცია ეს ცნობა გაავრცელოს. ოღონდ როგორ უნდა მოხდეს გადარჩენა ესე ჯადოსნურად? მე თუ მართლმადიდებელი ვარ, ამით გადავრჩები? მე თუ იაღოველი ვარ, ამით გადავრჩები? მე თუ რომელიმე კონფესიას მივეკუთები, ან რომელიმე სექტას, აი იმ რწმენას თუ მივიღებთ, იმით გადავრჩებით? ასია საქმე, არა ასე არა საქმე. გადარჩენის შანსს გვაძლევს არსებული ყოფა-ცხოვრება არის ბოროტის, მრავალჯერ ვისაუბრია და ალბათ მსმენელმა უკვე იცის, რას გულისხმობთ. ფორმაცია, პოლიტიკური, ეკონომიკური წყობა გვაქვს შესაძლებელი. ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები. მსგავსად ინეველებისა. პოლიტიკურადაა გადასაწყვეტი ეს საკითხები. და აქ ისმება კითხვა, როცა ვლოცულობთ და ჩვენ სულს ვამაგრებთ და ჩვენ სულიერ ძალას გადავცემთ. რას გადავცემთ? რა გვინდა რომ სულიერად გავაძლიეროთ? რა მდინარება გვინდა რომ სულიერად გავაძლიეროთ? თუ ჩვენი წარმოდგენა ისევ ისეთი იქნება, რომ ვეროთ მოსლა საყოველთაო სამყაროს აღსასრულია. აჰა, დღეს და ხვალე უკვე კარში შემოაბიჯეს. მეორედ მოსლა კარში შემოაბიჯეს. მაშინ როცა ჩვენ ვლოცულობთ, რაზე ვლოცულობთ? საყოველთაო აღსასრულზე ვლოცულობთ და ვლოცულობთ, რომ იქნება მე მაინც გადამარჩინე უფალო? აი კითხვები დაისვა ბატონმა აკაკიმ ეს კითხვა შემოიტანა, რომ თუ ღვთისჩანაფიქრია აი ამ უშველებელი უმრავლესობის დაღუპვა და მხოლოდ 154,000 თუ ძალიან მცირე 64-ში გადარჩენა. ამ დროს სატანა რას აკეთებს? როგორც ასეთი სატანა რას აკეთებს? სატანა ცდილობს, რომ ეს სოფელი ეს სამყარო გადაარჩინოს და მერც გადაწყვეტილია ამ სამყაროს დაღუპვა. ჩვენი ცნობიერება როგორია? ჩვენ რაზე ვლოცულობთ? ჩვენ როცა ვლოცულობთ და რა აზრს ვატარებთ? ეს კითხვა და ამ კითხვაზე თითოეულმა უნდა გასცეს პასუხი. საკუთარ თავს უნდა გასცეს პასუხი. უნდა გასცეს პასუხი. რა გვაქვს მიღებული? რას ვიწუნებთ? გვეუბნება ხუფალი, რომ ყველა ცდომილი გზაზე ვიდექით და მეორედ მოსვლის ჟამი როგორია? რას გვეუბნება თვითონ ქრისტე? ამ ხელსო ნუგეშის მცემელი სიმართლისათვის, რათა არ წამვარმეო, განკითხვისათვის და სიმართლისათვის, რათა არ წამვარმეო. ასე ამბობს. განკითხვა ვიცით, რომ მეორედ მოსვლის დროს არის. და თურმე მეორედ მოსვლის დროს რწმენა არ გვექნება ისეთი, როგორც საჭიროა. ქრისტეს რწმენა არ გვექნება. რაღაცის რწმენა გვაქვს, ოღონდ ეგ ქრისტე არა. ამიტომ არის, რომ კიდევ ვიმეორებ ამ კითხვას, რომ სატანა ცდილობს გადაარჩინოს ეს სამყარო დედამიწაზე სიცოცხლე და ღმერთი ქრისტე დასაღუპად უნდა მათივე თქმი. როგორ გამოდის? აი ეს აგვაქვს წყობა გვაქვს შესაძლებელი, ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები, იმიტომ რომ რა წყობითაც ცხოვრობთ, ეს არის ფულის სისტემა, გაუმაძღრობის სისტემა, რომელიც შედეგებიც აი ესა, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს აგვაქვს შესაძლებელი და თუ ამას შევცვლით მოცემული წესებით, მოცემული პრინციპებით, ადამიანი ერი კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია დედამიწაზე, ეს უნდა იყოს დაცული, თითოეული ხელშეუხებელია და ეროვნული საკითხებია გადასაწყვეტი და ამითვე უნდა გადაწყდეს კაცობრიობის საკითხი, ადამიანის ერის და კაცობრიობის საკითხი, მოცემული პრინციპებით, მოცემული წესებით, თუ კი ამ გზას დაადგება საქართველო, ეს იქნება კაცობრიობის წინაშე თავისი ღვთაებრივი, სულიერი მისიის აღსრულება. ამ ახალი სისტემით შეხტები სამაგალითო და ბედისწერაში შეცვლა მოხდება. აი როგორ? არ ვიცი. და ვერც გვეცოდინება ადამიანებს, იმიტომ რომ
ჩვენ საერთოდ ეს ბედისწერა არ დაგვიწერია, ჩვენ არ შეგვიქმნია ეს სამყარო, ჩვენ არ ვიცით ამ სამყაროს რეალური შიგნით მოქმედი კანონები, არ ვიცით ეს სიცოცხლე როგორ არის მოსული. ჩვენ ერთი რამ ვიცით, რწმენის საკითხია. თუმცა გარკვეული მამტკიცებელი საბუთებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ამის დრო აქ არ არის. რომ არის ღმერთი. რომ აი ამ დროს მოითხოვა გარკვეული რწმენა ამის და ვიღაცას აქვს ამის ხური, რომ ეს ირწმუნოს, ეს გაიხსენოს, რაზეც მიდის საუბარი. ესე იგი ბოროტების ზაგვაქვს დასაგდები როგორც ნინევეს. იქ სადმე წერია ნინევეს იონას სასწაულში, რომ ან რელიგია შეიცვალეს, ან რელიგიური კულტი შეიცვალეს. ამ დაბარი რამე არის, სადაც იესო ქრისტე გვეუბნება, რომ ერთადერთ სასწაული მოგევლინებათ ერთადერთი იონას სასწაული. გადავიკითხოთ, დიდი არაა იონას სასწაული. იონას სასწაულის არსი იმაში კი არაა, რომ ვეშაპმა რომ გადაყლაპა და მერე ამოაგდო მიწაზე. იგავებია, მიგავსაც მიხვედრავდა. იქ მთავარი ის არის, რომ უზარმაზარ ქალაქელებს, უზარმაზარ ქვეყანას ეუბნება 40 დღეში თქვენი დაუპა გადაწყვეტილია. და რას აკეთებენ? აგდებენ ბოროტების გზას. და ისეთ კანონებს გამოსცემენ, მანამდე რასაც ჩადიოდნენ, რომ იმის გაკეთების უფლება უკვე აღარ ეძლეოდათ. ისეთი კანონები გამოვიცა და დაინახა ღმერთმა, რომ დააგდეს ბოროტებისა და აღარ უკვე იმას, რასაც პირდებოდაო. აი ასეთი რამ გვაქვს გასახორციელებული. არა კაპიტალისტური გზით, არა მასონური და აი ამ გზით კოსმოპოლიტური გზით, არამედ სხვა გზით. და როცა ვლოცულობთ, ჩვენ რაზე ვლოცულობთ? განა იმაზე ვლოცულობთ, რომ ეს ახსოვდეს. აი ეს გზა მოგცარ, თუ გადარჩენა გინდათ და არსებული ბედისწერაის შესწორების შეტანა გინდათ. თქვენ ხართ ეს ნინევე ქართველიერი. თქვენ ხართ დედამიწა ეს ნინეველები, რომლის დაუპას გადაწყვეტილია თქვენივე ბოროტი ცხოვრების წესის გამო. თქვენივე ფარისეულური ბოროტი ასე შემდეგ, ამ ცხოვრების გამო. მაგრამ თუ დააგდებთ ბოროტების გზას, ოდაკ უფრო მეც გვიმხელს, ნინეველებს არ მიეცათ, ან. იქ იყო პირდაპირ ნათქვამი და მკაცრად. ჩვენ კიდე დაგვინდო. არ არის ეს მკაცრად. ან თუ დააგდებთ, მაშინ მეორიანი გადარჩენის, გაბწყინების, სიცოცხლის გახანგრძლივების გზაზე გახვართ. ახლა ისმის კითხვა, ჩვენ როცა ვლოცულობთ, რაზე ვლოცულობთ? რომ ეს ფუნქცია, ეს მოვალეობა, ეს გზა განხორციელდეს, ვლოცულობთ ამაზე? ჩვენ არ ვამბობთ, რომ ლოცვა არაფერია, ლოცვა დიდი განძია. მატერიალისტური თვალით თუ უყურებთ, კი არაფერია, ეხლა ლოცვა რა, თავარია მე როგორ მანქანაში ვზივარ, რა შემოსავალი მაქვს, რა მხელა დიდლულიანი ტანკი მაქვს ანტიპრინა, ბევრი შენის და ამას ლოცულობთ. მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ რაზე ვლოცულობთ? ჩვენ იმაზე ვლოცულობთ, რომ სამყაროს საყოველთაო აღსასრული მალე რო იქნება. და ბევრი ლაპარაკობს, ეს უკვე ჟამია და მეორედ მოსვლა დაწყებულია, ჩუმად ამბობენ, გარეთ ვერ გამოუტანიათ. რომ აი ამ დროს პატარა ადგილი მიეცეს, ეს ყველაფერი უნდა წაიშალოს და იქ 60-ში მოხდეს, ამაზე ვლოცულობთ. აი ახლა ახალი სიტყვა კაცობრიობას ეს ქვეყანას გადარჩენის შანსს აძლევს, გადარჩენის გასაღებს გვაძლევს. აი ამ გასაღების გამოყენებაზე თუ ვლოცულობთ, რომ ეს გზა გაძლიერდეს, თუ იმაზე ვლოცულობთ, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო, არ გაკეთებულიყო, მეოთხე გადამწყვეტ ეროვნულ ყრილობამდე არ მივსულიყავით, ფორმაციის შეცვლამდე არ მივსულიყო საქმე, რაზე ვლოცულობთ? იმაზე ვლოცულობთ კიდე, რომ ევროპისკენ წავიდეთ, ევროპაში ინტეგრირდეთ, ნატოში შევიდეთ. ნატოში შევიდეთ, აი რაზე ვლოცულობთ, ეს კითხვებია. ეს საკითხავია რა. ამაზეა ლაპარაკი. მარტო ლოცვით გადავრჩებით? აი ვამბობთ, რაზე ვლოცულობ? თუნდაც აი ამ გადარჩენა რად მიგაჩნია? როგორ გესმის გადარჩენა? რომ თუნდაც აი ამ საქმეზე, რომ მარტო ვილოცოთ. რომ კი, გასაგებია დიდი ძალა აქვს, ლოცვას რომ გამოვიდეს ეს საქმე. სწორედ, ლოცულობ მას უეჭველად ქმედება მოსდევს თვითონ საქციელი და ქმედებაში ვებმებით. კი.
აქ ერზია უკვე საუბარი თითოეულ ადამიანზე. ვინც ლოცულობს, თუ სწორად ლოცულობს, მას სწორი ქმედება მოსდევს. თორე უფალმა დალოცულმა მეტი რა გააკეთოს, იმ გზას ვიჩვენებს, რა გზითაც უნდა გავიაროთ და აქაა გადარჩენა და მივდივართ კი იმ გზით. აი ამაშია საქმე. ხო, აი ასე საქმე. ჩვენ ახლა აღარ თulis საჭიროთ რომ ამაზე ძალიან გავიგრძელდეს საუბარი. ეს კითხვებია, რომელ კითხვებზეც თვითონმა ჩვენთაგანმა თვითონ უნდა გასცეს პასუხი. აუცილებლად. აი ესე დგას საკითხი. სწორედ ნალოც, სწორი გზა და სწორი მიმართულება უნდა მიეცეს. ლოცვამ უნდა გააუყვალოს გზა და რისკენ უყალავთ გზას ჩრდილოეთისკენ, დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ თუ საკუთარი თავისკენ. რას გვეუბნება? სხვაგან მოეძებთ. სასუფეველი თქვენშია. ეს დღეს ეხება მთელ ერს. ერშია სასუფეველის გზა მოცემული. მე ვარ გზა. აგერ გზა, დააგდებოროტების გზა და გეშველება. მერტმა თქვა, გაატოკე ხელი და გეშველება. ესე იგი, ლოცვა, რომელიც ხელის განძრევას აჩერებს სწორი მიმართულებით. გამოდის, რომ ის ლოცვა ძალიან არასწორი მიმართულების ლოცვა. ლოცვა, რომელიც ხელის გატოკებას, ესე იგი, ტვინის სწორი მიმართულებით გამოძრავებას აზროვნება გავასწოროთ ჩვენ. გვიქმნის. მაშინ ეს უკვე გადარჩენისაა. გაატოკე ხელი და გეშველებაო. გავატოკოთ ხელი, შევცვალოთ ფორმაცია საჭირო მიმართულებით, საჭირო პოლიტიკური კურსის შერჩევით და არჩევით და განსაზღვრულია განსაკუთრებული სტატუსის ნეიტრალიტეტი. თუ გინდა რომ გადავრჩეთ ეროვნული საკუთრების გამოცხადება, ეროვნული ღირებულებათა უპირობოდ უკან დაბრუნება, აქ იგულისხმება მიწა, წყალი, წიაღისეული, რაც მიტაცებულია, გაყიდულია, გასხვისებულია, ეს ერის საკუთრება და უპირობოდ უკან უნდა დაბრუნდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ხმალი უნდა გავიძროთ და დავერიოთ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, რაც ჩვენია. და პრინციპულად დავიყოთ მეზობლებს ცოტა არ ესიამოვნოთ. შენია, შენ უნდა თქვა, რომ ეს არის შენი. აქ კიდევ ბევრი რამე იგულისხმება და მართლაც მომავლის გამჭირვალე ფორმაცია ჩამოსაყალიბებელი. გამჭირვალე ფორმაცია. აი ამ ლოცვასთან დაკავშირებით და თუ რაც შეიძლება და მოკლედ. მესამე საკითხზე რომ გადავიდეთ, აი ტრამპმა 8 ტრილიონი აზარალა და იმის ყურება გამოადგება 8 ტრილიონი აზარალა. ესე იგი როგორ არის? საკაცობრიო მასშტაბზეა გადასული, მაგრამ ამ კაცობრიობას სწორი გეზი არ აქვს მიცემული. იმიტომ რომ ეს არ აქვს ბოლომდე თავისი ისტორიული, სულიერი, ღვთისგან განსაზღვრული ფუნქცია აღსრულებული. არ აქვს. ყველაფერი კეთდება, რომ ეს არ აღსრულოს. ერთდროულად ეს მოცემულობა არის. ხდება გადაჭერა ადამიანების, ზოგს რა წრუწმენას უსახავენ, ზოგს რას ახლა პორტალები უნდა გახსნან, მიწაში იქ პირამიდებია, აი სასწაულები ცდილობენ სასწაულების მოლოდინები გაუჩინონ. აი ახლა რაღაცა აღმოჩნდება მიწიდან გაითხრება და ამოვა და იქ პირამიდების ქვეშ ის ყოფილა, ეს ყველაფერი არის სასწაულებისკენ თვალის გადატანა, გონების თვალის გადატანა, ყურადღების გადატანა და გვავიწყდება იქ როა ლაპარაკი რომ სიმართლისათვის რომ არ წამوار მეო ქრისტეს სიტყვებია რაშია საქმე უკეთური და მომრუშე მოდგმა ელის სასწაულებსო ჩვენ რო წესირად ვწამდეს ქრისტესი და კარგად იცნობიერებდეთ არა მაშინ იქით არ გაგვექცეო და რას ველოდებით ახლა გიზას პირამიდის ქვევიდან ამოლენ უცხო პლანეტელები და ხელს ჩამოგართმევენ რა კარგი ბიჭები ხართ მაგრამ გასავლეთო თუ რა აი ხო აქვია ასეთი ბევრი რამეა შექმნილი საგანგებოდ რომ ყურადღება გაიფანტოს და უამრავი ლაზარეს აღდგენელია უამრავი წინასწარმეტყველია რეკლამირებული დიდი ბლოგერები უძღვნიან დიდ ფორმატის გადაცემებს და არის ერთი ამბავი და არის ერთი კორიანტელი ატეხილი რომ ოღონდ ეს არ გაკეთდეს ნუ ახლა ეგრეც არის მოდის კრავი და კრავს შეებრძოლება მხეცი ხეცი დიდია მას დიდი აქ ძალა მაგრამ მე კიდე ეს არის გაგრძელება და
ასეთ შეხვედრას უწყობთ მოსულ სიტყვას, მოსული სიტყვით, მოსულ პრინციპებს, ასეთნაირი გამცოცხლებლები ვართ, ასეთნაირად ვალოდებთ ერთმანეთს არ არსებულ სასწაულებს, მაშინ როცა უფალი იესო ქრისტე სასწაულის მომლოდინეობას მემრუშეობასთან გვითანაბრებს. კარგად გავიაზროთ, მემრუშეობასთან გვითანაბრებს. რაც შეეხება ახლა ტრამპის მიერ მიყენებულ ზარალსა და ზიანს, აუნიშნეთ, რომ სწორი გეზი ჯერ არსად ჩანს, არადა მოვლენა გადასულია კაცობრიობაზე და დღის წესრიგში არ იხსნება და ვერ მოიხსნება. ბოროტების გზა დასადები. თუ არა ამ ბოროტებამ უნდა დაგუყვოს. ახლა რას უყურებთ? კონსერვატიზმით. ეს არის იდეა, კონსერვატიზმი, რომელიც თავის თავში გულისხმობს, ბატონმა აკაკი როგორც გითხრა, დროში უკან არის პრობლემები, რასაც ვერ ვჭრით. მოდი ახლა დროში უკან დავბრუნდეთ, მასში ხო გადაჭრილი იყო. ეს ვერ გადაჭრის საკითხებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანებს ვერ ამოხსნის. და ნებისმიერი მცდელობა, რაც არ უნდა ძლევამოსილი ქვეყანა იყოს, რაც არ უნდა ძლევამოსილი და ქარიზმატიკული პიროვნებაც არ უნდა ედგეს სათავეში. დროში უკან გადაწევით. სასიცოცხლო პრობლემებს ვერ გადაჭრის და უფრო მეტ ქაოსს მივიღებთ. მართალია. უფრო მეტად გართულება ვითარება. წინა გადაცემაში ვთქვით, აქ ტრამპს გარკვეული არის ამ კაცში რაღაც ანტიკური ხუმრობით რო ვთქვათ. აბა სარავინ არ უკარგავს. ცდილობს, კი არ უკარგავთ. ცდილობს, რომ ამერიკის იმპერიალისტურ სივრცეში გარკვეული ამერიკული ეკონომიკის გამყარება გამოიწვიოს. გლობალისტურ ეკონომიკას უპირისპირდება. თავდაყირა დააყენა ყველა იმ სახელმძღვანელოთი მოცემული ძირითადი დებულებები, რაც გვაქვს დაზუთხული, გაზეპირებული და თუთიყუშებით ერთმანეთს რო ველაპარაკებით და უმტკიცებთ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ასე შემდეგ, ვლაქლაქებთ სოფლიოში უმდიდრესი, ზემდიდარი ოჯახებისთვის, ზემდიდარი კორპორაციებისთვის ვლაქლაქებთ. ამას ვეძახით მეცნიერებას. ის ცდილობს, რომ ამერიკის იმპერიალისტურ ეროვნულ ეკონომიკურ სიძლიერე რო აღიდგინოს, აი ესეთი რაღაცა ჩამოიყალიბოს. მაგრამ მეთოდები, რითაც იგი საკითხებს უდგება, პოლიტიკა, როგორც მას მიყავს, ამ პოლიტიკას ქვია ნაჯახის პოლიტიკა, აჩეხვის პოლიტიკა, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეწინააღმდეგობას იწვევს და რაც მთავარია. დიადი გლობალისტური გეგმა ჩავარდა, ვთქვით და ახლა აღარ გავიმეორებ, აი ქრისტიანები ანტიქრისტე რო უნდა დაჯდეს რო გავიძახით, აი ის ვერ დასვეს. ჩავარდა, გადავადდა. როცა ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, ვერ შეძლეს. ამიტომ გეგმა არო ჩავარდა, გეგმა B-ზე გადავიდნენ. დიდ მსოფლიო სახელმწიფოს თუ ვერ აკეთებენ, ამიტომ ამერიკამ მაინც უნდა გააკეთოს, აღიდგინოს რამენაირად. თავისი იმპერიალისტური მძლავრი სივრცე უნდა ჩამოიყალიბოს. და ტარიფები შემოაქვს, ისეთი საქონელი, რაც მას ჭირდება, უპრობლემოდ უნდა შევიდეს და საქონელი, რომელიც თავის ქვეყანაში ხელს შეუშლის გარკვეულ წარმოებას, იმ საქონელზე აწესებს ტარიფს. არის თუ არა გასაგები? რას ეწინააღმდეგება? გლობალისტურ ეკონომიკას ეწინააღმდეგება. გლობალისტურ ეკონომიკის არსი რა არის? სადაც უნდა, რაც უნდა, როგორც უნდა, იქ უნდა ეკეთებინათ. აღმოჩნდა ისე, რომ ჩინეთში და აღმოსავლეთში, სამხრეთ აზიაში გაიზიდა რეალური წარმოების საშუალებები. ამერიკას რა დარჩა? კრედიტები, დოლარის აპარატი, საბეჭდი მანქანა. ესე იგი რეალური ეკონომიკა უნდა მოატრიალოს და ასე შემდეგ. ეს თავისთავად ეწინააღმდეგება და ზარალს აყენებს. ზარალი ადგება სპეკულიანტების ბირჟებს, საფონდო ბირჟებს რო ვეძახით, ეს კიდევ სხვა თემა და სხვა საკითხი არის. უამრავი პარაზიტი აზის დედამიწას, შრომელ ადამიანს, ერების რესურსებს უამრავი პარაზიტები ასხეთან, წოვენ თელ ამ სიმდიდრეს და ეს სისტემა ირყევა. თუმცა კონცეპტუალურ სიახლეს არ ამკვიდრებს ტრამპი.
კაპიტალიზმის რჩება, არა და ის რო დრო არის მომწიფებული, საკაცობრიოთაც მომწიფებულია, დრო კაცობრიობაც ემზადება რაღაც ახლისთვის და კაპიტალიზმის კრიტიკა მიდის. ეს უნდათ თუ არ უნდათ ნიღბები დრომ ჩამოაგლიჯათ. იცულებული ხდებიან. ასე ხდება, აი რა არის ხლა უყურე. ომის გაგრძელება უნდა თვის სამხედრო კომპანიებს. ხიათ გამოდიან რა მილიარდები აქვს და რა უყოთ ამ ნაწარმს ომერე. ამიტომ მაშინ პროდუქცია გამშვებული. ხო ის გვინდა პირდაპირ მიწისქვეშა მინერალები, იშვიათი მინერალები და უკვე ღიათ მიდის ლაპარაკი. ეს ნაჭერი მე უნდა მოვიჭრო რა, მაშინ ანომი უნდა გააგრძელო. ერთიც მჭირდება და მეორეც მჭირდება. ღიათაა ლაპარაკი უკვე რა. ხო. დემოკრატია თავს რო იწონებს ევროპა. თუ სხვანაირად ვინმე აზროვნებს ციხეში იჭერებ. დიქტატურა რა არის ხალხო. ეგარა, თვითონ არის ძახობდნენ რომ სხვანაირ აზროვნებას უნდა შეეგუო, ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს და ვინც კი სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირი პოლიტიკური შეხედულებები აქვს პირდაპირ მიეყენებენ ციხეში. ალბათ ლეპენი, ალბათ ხო, სინამდვილეში. ზოგს ტყვია ესროლეს პირდაპირ და აი ტრამპი გადარჩა ყურში ხო არა? და არა სასაცილო, მაგრამ ასე ესე იგი თურმე ეს დემოკრატია იყო კაპიტალიზმის ამ კაციჭამია სისტემის ფიქცია, საფარველი და ახლა როცა კრიტიკული მომენტი დაუდგათ ჩამოიგლიჯეს. თვითონი აკრიტიკებენ, რომ ეს კაპიტალიზმი დაძველდა და ინკლუზიურია საჭირო. თითქოს სიტყვებს თუ გადავაადგილებთ, რაღაცა ვითომ კეთილშობილ დანამატს თუ გაუკეთებთ, დემოკრატია გაცდა უკვე როგორც საცვალი. გაცდა უკვე, დაიხია, არ გამოდის. ამიტომ კიდე რაღაცით თუ უნდა ახალი საცვალია საჭირო, სიტყვა ინკლუზიური, საყოველთაო. კაპიტალიზმი თუ ნიშნავს, რომ აი დიდრისაა ქვეყანა, მოკლედ რომ მოვჭრათ, რა? იცი რა, მოდი საყოველთაო იყოს კაპიტალიზმი. აი დიდრისა კი არა, უკვე თითქოს სოციალიზმი, თითქოს ყველასთვის უნდა იყოს. ამ სიტყვას თუ მივაკრავთ, ხო, კარგად გამოვა. აქ გადაცემები აქვს კაცო, რომ აკრიტიკებენ და ახლა აკრიტიკებენ ძირითადად რას? აკრიტიკებენ სახელმწიფოს. სახელმწიფო ჩინოვნიკებს. თურმე ეს ჩინოვნიკები ყოფილან დამნაშავეები. იქ ლობისტები არიან, მერე ფულს იღებენ, მერე ამათ ხელშემწყობ კანონებს იღებენ, მერე ბიუჯეტი ეს უმიზნოდ იხარჯება და აი ამერიკის ადმინისტრაციის მაგალითი. აქვთ ტელევიზიებია შექმნილი და მთელი ძალით არის ჩართული პროპაგანდა, აგიტაცია, რომ იცი რა, აი კაპიტალიზმი რო გარდა ქონა და ლამაზი კაპიტალიზმი რო იყოს და ინკლუზიური, კეთილი, შობილი რო იყოს, რა არის საჭირო სახელმწიფოს უნდა დაუწესოთ სხვანაირი კონტროლი. ნაწილობრივ მართალია. ამაშიცაა საქმე, რომ მზადება, მწიფდება არსებული ინფორმაციის გლობალურად შეცვლისთვისაც გარკვეული ნიადაგი მსოფლიოში მზადდება. ესე იგი თვითონ მეთაურები ალაპარაკებდნენ, რომ ეს აღარ ვარ გარითაც ავცხოვრობ და შეცვლა საჭირო. ოღონდ აქცენტი გადატანილია კონკრეტულად ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე. სახელმწიფო რაც კაპიტალიზმისათვის საჭირო წესრიგს ამყარებს. კორუმპირებულია ძალიან. და კონტროლია დასაწესებელია. სადღაც ახლოდ გაახალთან, ახალი რას ამბობს, გამჭვირვალე უნდა იყოს და ძალიან სწრაფი რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. ხო, ვითომ საზოგადოებრივ აქტიურ ჯგუფებს ჰქონია. სინამდვილეში ამათი მიზანის კი არა, რომ მართლაც გამჭვირვალე იყოს. იმათი მიზანის კი არა, რომ მართლაც გამჭვირვალე იყოს. არა, ისეთი დაბურული უნდა იყოს სინამდვილეში. მაგრამ მათთვის საჭირო პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ადგილზე, ადგილობრივ ხელისუფლებაში. რეალურ გამჭვირვალეობისთვის კი არ შემოდიოდა ფული. ეს ფული შემოდიოდა, რომ რაც დასაფარია, დაფარული ყოფილიყო და კიდევ უფრო ბუნდოვანი და გაკონტროლებულიყო ადგილზე ხელისუფლება და მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო ყოველთვის. ანუ იმ ერთი სოფლიო მთავრობის მაკონტროლებელი საცეცები იყო ეს მთელი არასამთავრობო, მთელი პარტიები და პუნქტები რაც არის, ხო? მაგრამ მაინც ახლოა იმასთან, რომ ესე იგი ხელისუფლება უნდა გავაკონტროლოთ. ანუ ხელისუფლება რა არის? არის ფორმაციისათვის საჭირო რეჟიმის გამომყარებელი, მაგრამ არაფერს ამობენ რა ხდება თავში. ფორმაცია მუშაობს რაზე, რომ ეროვნული რესურსი, ადამიანის შრომა იქაჩება, სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით.
აქ ძალიან ძლიერადაა შემოსული უკვე მე მევახშეობაზე აღარაფერს ვიტყვი, ეს უკვე ძველი ამბავია. ხო, თუმცა რაღა აღარ ვთქვათ, კაცი არ არის, რომ ბანკის ვალი არ ქონდეს და პროცენტზე არ მუშაობდეს. განსაკუთრებით ამერიკაში, განსაკუთრებით ევროპაში ჩვენც ვეწევით და მე მგონი ამაში მართლა გავასწრებთ არა? ხო, ეს ზემდიდარი ფენა არის, მაღლა ეს წესრიგი რაც არის ამ წესრიგს ამყარებს სახელმწიფო, ზოგადად სახელმწიფოზე გვაქვს ლაპარაკი. პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში არის ამ შემთხვევაში ამ ზემდიდართა მიერ დაქირავებული წარმომადგენლობა ხან გადაწყვეტენ ხოლმე რომ პირდაპირ მოდი ჩვენ ვმართოთო მილიარდელები ხან გამოყოფენ თავს ზოგიერთ ქვეყანაში პირდაპირ ბარე მოდიან ხელისუფლებაში მაგრამ მე ეს თელესუკმაყოფილება თავზე რატომ უნდა დაიტეხონ ისე ურჩევიათ რომ შუამავალი პირები შემოიყვანონ სარგიელზე მაგალითად მაკრონი ყველა მითს რომ პირდაპირ როჩილდების კანტორიდანაა მოყვანილი საბალკოს სფეროდან და არა მარტო მაკრონ ესეა ხო ну ახლა რაც ტყეო ის ნადირიო ზოგადად რო ვთქვათ ასეც არის და როცა ფული შონა მიზანსწრაფა და ფულია სალოცავი თავისთავად ხატი ეს დაქირავებულიც რომელსაც ბიუჯეტზე აქვს ხელი ჩავლებული ეს პოლიტიკოსიც კორუმპირებული ხდება და საკმაოდ ბევრს ჭამს ეს დასაგმობია ამის ქცევა მაგრამ ის რომ ეს ყველაფერი აქ იქაჩება და ვიღებთ ასეთ თავდაყირა დაყენებულ მდგომარეობას სისტემის გამო გაჩანაგებული უმრავლესობა და გადამდიდრებული უმცირესობა რომელიც ამ სიმდიდრეს ვერ მოიხმარს ეს არის მიწაში ჩამარხული ტალანტი იგივე რესურსი ეს არის იგივე ძირგავარდნილი ქვევრი რომელიც არასოდეს არ გაივსება ჩვენ რო გქონდეს იმის იმედი რომ კი ბატონო მართალია გწოვებ მართალია იქ აქვს ამ თავის სათამაშო ბიზნესია თუ ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები ჯანდაცვის სისტემა თუ ყველაფერი ხო ფული საკეთებლად არის გადაქცეული სპორტიდან განათლებიდან მოყოლებული სულ ყველაფერი ჩვენ რო იმის იმედი გქონდეს რომ მაღლა რო ავადა რომ გამდიდრდებიან გაივსება და მე წეგანოთ საუბრობდით ციურ მანანად გადმოგვეფქება და გავბედნიერდებითო ეს არის მოლოდინი იმისა როგორი მოლოდინიც სეთურმა დაუწესა თავის საყმოს გვირაბში რო უზის კარგად ვიცით უდიდესი ნაწარმოებიდან მამა მარჩენალმა როგორც დაუწესა ასეთ იმედად ყოფნა რომ შემოჰკრავს ars და გადმოგვეფქვე არ მოხდება მაგრამ მიგვითითებენ თვითონვე მიგვითითებენ თავიანთ პროპაგანდისტ აგიტატორებით რომლებიც ახლა სახელოვანი მსოფლიო იდეოლოგები არიან ფილოსოფოსები არიან ამ ფილოსოფიურ მასში ფსევდოფილოსოფიაში და ამ ფსევდო როგორ ვთქვა ანალიტიკოსობაში არიან ჩახარჯულები მიგვითითებენ რომ აი უყურე როგორი კორუმპირებულია პოლიტიკოსები და ნუ კონგრესი აქ ლაპარაკი ან აქ ჩვენი პარლამენტი პარალელი რო გავაკეთებთ და თუ ახლა ამათ ჩვენ დაუწესებთ კაც კანონებს რომ ვეღარ შეჭამა ხო მე ყველაფერი ისე იქნება იდეალური ის მაღლა ზემდიდარი არ ჩანს ის იმის გადავსებით მე ჩვენ ყველა გავბედნიერდებით და დამნაშავე ყოფილა ისევ სახელმწიფო მოხელე ჩინოვნიკი კი ბატონო და დამკვეთი არაფერ შუაში არის ვიც უკეთებს ხო ასიმეტრიული გადანაწილებას რო აქვს ამ სიმახინჯეს რო აქვს ის არასოდეს გაივსება და ეს უკვე აღარ ჭირდება იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი გაუკეთებს რობოტი გაუკეთებს აღარ ჭირდება ამდენი იქიდან დანახული დაბლა სამყარო ეს არის ზედმეტ მუქთა მჭამელთა ხროვა და გავითვალისწინოთ მრწამსი ცოტა სხვანაირი აქვს თალმუდისტური მრწამსი აქვს და მზემ დიდართა ფენას და კასტას რომლებიც არიან სწორედ ის გლობალისტები რომლებიც არიან სწორედ ის ომის პარტიის წარმომადგენლობა და როგორც ის ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ამბობს ესენი სრულიად სხვა მიზნებით ცხოვრობენ სრულიად სხვა რამ აწუხებთ ძილისი და სხვა რამ აწუხებთ როცა იღვიძებენ ფიქრობენ მხოლოდ იმაზე როგორ შეინარჩუნონ სოფლის ბატონობა როგორ უზრუნველყონ მარადიული ბატონობა აი ეს ფიქრები აქვს მხოლოდ წინ დადებული ხო ასე რომ ტრამპმა 8 მილიარდი ტრილიონი თუ აზარალა გლობალისტურ
სოფლიო ეკონომიკის წარმომადგენლობას გასაგებია სხვანაირად ეგ არც გამოვა და ვერც გამოვიდოდა თუმცა ეგ ციფრებიც საინტერესოა ვინ დათვალა იმიტომ რომ დიდი გეგმა ჩაიშალა გლობალისტური გეგმა ჩაიშალა და ამერიკული იმპერიალიზმით უნდა გაკეთებს სოფლიო ერთმართველობა. ოღონდ ამერიკა უნდა იყოს თავში. მიზანი ეგა. ვერ მიაღწევენ, ჩვენ ვამბობთ რომ ვერ მიაღწევენ. რატო აი თუნდაც ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე. თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ პოლიტიკას თავის კანონები აქვს და ამ კანონების უხეში დარღვევა ბიზნესის ჩაშლას იწვევს და ასე შემდეგ. და რომ ვერ დასვეს ის რასაც ქრისტიანები ანტიქრისტეს ვეძახით, მიზეზი არის მოსული სიტყვა, უფლის ნებელობა. ჩვენშიც გარკვეული შესწორებაა შეტანილი ძველ აზროვნებაში და ვამბობ წეგანასწორედ ეგ ვისაუბროთ რომ გარკვეულწილად გაგვიხანგრძლივდა სიცოცხლე ქართველობა ჯერ კიდევ ცოცხლებია სახელმწიფო ასია თუ ისე კარიკატურა თუ რაც არის მაინც არსებობს მაინც ჯერჯერობით მშვიდობაა რა თუმცა რო გადავრჩეთ არაა საკმარისიო ვამბობ ხო ეგეც ფაქტია ასე რომ ტრამპის ზე გადატანილი ზედმეტი იმედები და ამერიკის მოიმედეობა რომ იქნებოდა არასწორი თავიდანვე ითქვა. იმიტომ რომ ჩვენ ვეყრდნობით მიღებული ახალი სიტყვის ცნობებს. თუკი ეს გზა, რომელიც თუკი კარდინალურად არ შეიცვლება რომელიმე ქვეყანა მას არსობრივად არ შეცვლის, როგორც ბოროტების გზას არ შეცვლის და სხვა ახალს არ დაადგება, მაშინ ეს გზა არის დაუკვისა და ამ გაგებით არა ვერ მოგიტანს იმ მშვიდობას შენ რომ გინდა რატომაც არ გვინდა ეხლა არ გვინდა თავი ავიტკიოთ რა გვინდა მეოთხეყრილობა რა გვინდა თავი ავიტკიოთ არ ჯობია რომ ყველაფერიც კარგად ისედაც მოხდეს მაგრამ არ ხდება ესე ხელის გაუტოკებლად არ ხდება რა სხვანაირად ვერ მოხდება ამიტომ ჩვენ ამას ვეყრდნობოდით ჩვენ არ ქონდა მონაცემები, ვერც გვექნება ის მონაცემები საიდუმლო დახურული ბაზოერისგან მიღებული ამ უზარმაზარი კვლევითი ინსტიტუტების მიერ დაგეგმარებული მოპარული და რო აი რას აპირებენ ისინი, რა შეიძლება მოყოლოთ და აქეთ ევროკავშირი, იქით რუსეთი, იქით ჩინეთი და რაც რითაც არის დასაქმებული სპეცსამსახურები, ანალიტიკოსები. ჩვენ ეს ნორი არა, ეს იმათაა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს თავარი ცნობა. თუ გზა ბოროტისა, ცდილობებს ექნება ადგილი, ფაფხური იქნება. გადააჯგუფებენ, რადგან ვერ შეისრულეს, გადაჯგუფება მოხდება, გადახალისება მოხდება. ეცდებიან რომ დროს გარკვეულწილად შეუხამონ, როგორც ჭადრაკის ფიგურა. მაგრამ ისევ მაინც ეცდებიან იმას, რაც უნდათ. ერთიანი დიდ სახელმწიფოს თუ არა ამერიკის ეგმონიზმით მაინც იქნებ მოხერხდეს, მაგრამ ეს მცდელობები დამთავრდება კრახით. ეს მშვიდობას ვერ მოიტანს. არა და ერთ რამესაც აშკარად ხვდებით. ესე იგი, მაინც არის რა თქმა უნდა მსოფლიოში მომწიფებული შეგნებული საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც იმას მაინც კარგად ხვდებით, რომ ომით დღეს გადაწყდება მხოლოდ ერთი რამე, ბოლოს და ბოლოს. დიდი და საბოლოო განადგურება, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მშვიდობა ერთი საფუძველია, რაზეც უნდა დაშენდეს ბოროტების გზის დაგდების საკითხები. ესე იგი ფორმაციის ფლიანი შეცვლა. ფულის სისტემით არ გამოვა. აი რა არის ის დანარჩენმა კაცობრიობა. კი აკრიტიკებენ კაპიტალიზმს, კი მისი რესტავრაცია უნდათ. კი საშუალო ფენის გაქრობით ზემდიდართა ბატონობის დამყარება უნდათ, მაგრამ ასე მაინც არ დამთავრდება. ისი არ დამთავრდება, როგორც ადამიანს უნდა. და რას უნდა ველოდეთ მაშინ? ისედაც მაინდა-მაინც დიდ კარგს არაფერს. მაგრამ ხო უყურებთ, ერთი დადებითი ცნობა თუ შეიძლება ჩაითვალოს ამ დარეულობაში, მაინც არის ის, რომ ყველა უარყოფით თავის დადებითი მხარე თავისთავად გააჩნია. ამ სოფლიო ეკონომიკური ჯახს აქ ერთი დადებითი ადრეც გაუსთხაზი, რომ ყველა დადგა დრო, ყველა უნდა იფიქროს ეროვნული ეკონომიკის შექმნაზე. ერთ ძნელია,
ამას ფიქრი უნდა, ამას შრომა უნდა, ამას თავის გატოკება უნდა, ამას რესურსის განათლებული რესურსის მოკრება უნდა, რა პოტენციალი ჩვენ გაგააჩნია. ხო, ეხლა ადვილია. ეს რაც არის, აქ ადვილია. ბაზარი თავისუფალია, კორპორაციები თავის საქმეს აკეთებენ, გახსნილი გაქვს საზღვრები, საბაჟოდან კრება, მთავარია საბაჟოზე არ მოგატყუონ და გადასახადების აკრეფაში არ იყოს პრობლემა. თუმცა, აქაც არის, თქვით ეგ ოფშერული ზონები, ეს მაგათი მოგონილია. ზიხარ, წინ გაქვს მონაკრები ბიუჯეტი, თუ არ ყოფნის საგარეო სესხს გატენიან იღებ აკავალებ ქვეყანას, ხელსურევან ბიუჯეტში და იმდიდრებ და ამდიდრებ საკუთარ პატარ-პატარა მეურნეობებს და არ თუ ისე პატარ-პატარა მეურნეობს, პატარა ოლიგარქად ყალიბდები, ქვეყანა ვერანდება, გადის, გამოდის, ვინ შემოდის, ვინ გადის, ვინ სად არის, გამკითხვა არ არის, რაღაცა ოცნებები გაგაჩნია, გასაგებია, ვიწრო თანაც შეზღუდული და ადვილია ასეთ შემთხვევაში წამოკოტრიალებული ხარ, ხალხს მოკლედ მთელი შენი წონი ძედ აწვევი, არაფერზე არ ფიქრობ, დანარჩენი ყველაფერი თავის დინებით მიდის. მაგრამ ეროვნული ეკონომიკა თუ უნდა შევქმნათ, მით უმეტეს ახალი ფორმაცია თუ უნდა დავამკვიდროთ, ისე არ გამოვა. მაშინ მეტი ფიქრია, მეტი გარჯაა საჭირო, მართლა შრომაა საჭირო. არ და სხვანაირად ვერ გადარჩები, არავინ გადარჩენას შენ ხონჩით არ მოგიტანს, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სხვანაირად. ხო, ახლა იოლია. ხო, პირამიდის წვეროში წამოკალათება ადვილია. ფუძე საწვევა შენიწონა და იქ ღვთაებრივ სიმსუბუქეს განიცდი, ბრძანებელი ხარ. მაგრამ ახალი ფორმაცია არის სფერული. სფეროში ყველაზე დიდი დატვირთვა მის ცენტრშია, ასე გვეუბნებოდა ბატონი აკაკი. საიმედო იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის თუ კი აი ამ პრინციპების გატარებისკენ მოვიხედავთ, აი ამ საგანძურს თუ ისი არა როგორც აქამდე ვეხებოდით, მე რაც მესიამონება ის უნდა წავიღო და ეს დავმალო. ესე არ გამა. არავინ არავის არ ეცილება. არც პირველობაში, არც იმაში. ესეც ბევრჯერ არის ახსნილი, პური მეპური უნდა გამოაცხოსო. ესე იგი საქმის სპეციალისტმა, საქმის პროფესიონალმა უნდა აკეთოს, აქ იდეოლოგიით, twin გაძეძგილი და რაღაც პარტიული კუთვნილებებით და პირადი ნაცნობობით და ძმაკაცობით და ნათესაობით და კლანური წესებით საქმე არ კეთება, აი კლანური, პირადი, პარტიული და რაც არის, ეს არის. სხვანაირად არის მისახედი. ხო და ამიტომ გვეუბნებიან რომ იცი რა თქვენ მამანთან უნდა გაერთიანდეთ. ჩვენ ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფი ვართ, რომლებიც ამ საგანძურისკენ მოგიწოდებთ და გაჩვენებთ. არის ყველა მუშაობს ამის დავიწყებაზე და ჩვენ გეუბნებით ამის დავიწყება არ შეიძლება. აქ არის უდიდესი საგანძური. მოდი მოვკიდოთ ხელი და განვახორციელოთ. ანუ ამ გზით ვიაროთ. არა და ხო ვისთან უნდა გავერთიანდეთ. აი რო დავსვათ საკითხი. გამახსენდა. კარგად, იმიტომ რომ ესეთ შემოძახილებიც არის. ყოველთვის იყო, ბევრჯერ იყო ხოლმე. იმიტომ რომ ადამიანებს მაინც წარმოუდგენიათ ვიღაც კერპი უნდა იყოს, ვიღაც წამყვანი განსაკუთრებული ლიდერი უნდა იყოს და თუ კი იმის ირგვლივ მოვიკრიბებით, ხსნა და გადარჩენა იქნება. შევარდნაძის დროსაც იყო, რატო არ ერთიანდებით იმ პარტიასთან, იმ ოპოზიციურ პარტიასთან. ჩვენგან იყო ყოველთვის პასუხი, რის ირგვლივ უნდა გაერთიანდე, ამას აქვს მნიშვნელობა, თორე თუ მოვა ერთი მეორე პოლიტიკური ძალა, სუბიექტი და სისტემა იგივე იქნება და უარესი იქნება ქვეყნისთვის ეს და უარესად შედეგებს მოიტანს ეს ქვეყნისთვის, ერისთვის. რა მნიშვნელობა აქვს იმ გაერთიანებას? ანუ იმათი მარტივად რა იყო და ეხლაც იგივე მიდის რა. დღეს ოპოზიცია მოდი მარტივად დავუსვათ და საკითხი ჩვენ სათავეში და მარტივად დავუსვათ საკითხი. ჩვენ პირიქით აი კაპიტალიზმი აი ეს რა დავამკვიდრებინეს გლობალიზაციის, გლობალისტების მიერ ყოველი პარლამენტის სტომა იყო რომ სავალუტო ფონდი ითხოვს ამ კანონის მიღებას თუ არ მივიღებთ
დაიკეთება ყველაფერი. აი 90-იანი წლების ეხლა მაშინ პატარები იყვნენ და არც იყვნენ დაბადებული ის თავო ვიცი ეხლა უჩაში ხავთ გამოყვანილი რო იცოდნენ. ერთი წყარი არა გვაქვს ჩვენით. სულ იქიდან მიღებულია და იმით არის აშენებული მთელი ჩვენი საკანონმდებლო კარგა პირდაპირ გერმანულია გადმოტანილი და ზოგიერთი ნათარგმნიც არ იყო ისე ხდებოდა ისე დაჩქარებულად ხდებოდა და განწყობა ასეთი იყო როგორ ესენი სწრაფად მიგვეღოდა მე ყველაფერი ძიგზე იქნებოდა. ხო. იქიდან არის დამკვიდრებული. რაც აქ ხდება ეს ისე ხდება როგორც უნდა მომხდარიყო. და ვინ სარგებლობს ახლა კიდე ამით? ხედავთ ვინ სარგებლობს. ვის მსახურათაც ვართ წასულები? ისინი სარგებლობდნენ? იმათი სარგებლეს? ინდუსტრია რო საკუთარი ხელით დაგვაშლევინეს და გაგვატაინეს, ვისი ინდუსტრიაც გვერდზე გაიფურჩნა და აყვავდა და წამოიჭრა. ესეც მის სასარგებლოდ გაკეთდა. ჩვენ როგორც დამარცხებული, როგორც ჩამოწერილი მხარე და სივრცე გავხდით დასავლეთის და დასავლეთთან დაკავშირებული ქვეყნების საკვებ არეალად. იაფასიან ნედლეულის ბაზად, იაფასიან მომსახურე პერსონალად ვიქეცთ. ეს გვაქვს შესაძლებელი. ფორმაცია მთლიანად გამოსაცვლელი და არსია გამოსაცვლელი ფორმაციის. ხლა ძალიანაც ეროვნული რო იყო ამ ფორმაციის პირობებში ხელისუფლებაში რომც იყო შეც ვერაფერს ვერ იზა. არაერთხელ გითხოვს. არაერთხელ გითქვია. ჩვენც რო ვიყოთ, დიახ. მთლიანი ჩვენი გუნდით ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ვიტყვით კიდეც ამას ყოველთვის. რამდენიმე ძირითადი საკითხია, ჯერ ერთი ფულის კურსს თუ დავტოვებთ რეალურად, ჩვენც ესე იგი ფარისევლები ვიქნებით და ფულის მკეთებლები ეს ერთი. ეროვნული რესურსი გაყიდული, გასხვისებული და მიტაცებულია და რითი ვაპირებთ რომ ქვეყანა ეროვნულად და კარგად და უყვად ვაცხოვროთ. აი ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი კითხვები, ეს არის სწორედ არსებული რეალობის გათვალისწინებით. დაბა როგორ აი პირდაპირ თქვათ მაშინ ფოთის სპორტიო არაბების აკუთრებაო ის ყაზახებისო ის აზერბაიჯანისო და ასე შემდეგ. როგორ ვაპირებთ პორტები არის შემოსავლების წყარო, პორტები ეს არის სტრატეგიული ობიექტები, პორტები უნდა იყოს სახელმწიფო ძლიერების გვაქვს ზღვა არის პორტები და ამ პორტებს აქვს დატვირთვა. ეს თუ სხვებისაა. არაფერს ვამბ ენერგეტიკული სისტემაზე. ენერგოობიექტებზე, ვისია სხვების, ვიზე გავასხვისებთ რუს ოლიგარქებზე და ჩვენი კიდე არის ჩვენი არაფერი არა. აღარაფერს ვამბ მიწა-წყალზე და ხო 59 წლით და უფრო მეტით კიდე გასხვისებული ტყეებზე, მთებზე და ქედებზე, ხევებზე, არაფერს ვამბ. და მე ეს ეროვნულები რითი ვპირდებით, თუ ვინმე კიდევ ვპირდებით, არა როგორ არა ვპირდებით. ანარჩენები მოვაო, ან ასე იქნება, ან ისე იქნება და როცა ჩვენ ვიქნებით, მე ყველაფერიც რიგზე იქნება. რითი ვპირდებით? რესურსი თუ უკვე სხვაზე გვაქვს გაყიდული და გადაფორმებულია და თუ კი იქ რა მეტრიალებს გადის, იქ გადის. ჩვენ რითი ვპირდებით? მარტო ერთ საკითხზე გვაქვს აქ საუბარი. აი საწყისშივე ვატყუებენ ამით ისე. ო ამაშია საქმე. არ უნდა მოწყდეს ერია. ამაშია სწორედ საქმე. მოტყუილზია აგებული. ეს იცი არის, რა თქმა უნდა, ახლა ვინ მინდა თვითონ არის ის პოლიტიკოსმა? რაშია საქმე? მაგრამ მისვლა როგორ ხდება ხელისუფლების სათავებთან? მისვლა ხდება მოტყუებით. ამაზე არავინ არაფერს არ ვამბობთ, რომ ეს გასხვისებულია, სხვისია, შენი არ არის. ამიტომ ის ბიუჯეტი რაც არის, არ ეყოფა ეროვნული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას. და საერთოდ აკრძალული აქვს სახელმწიფოს ეროვნული საკითხების გადაჭრა. აი ამ ფორმაციით. ამას ეძახიან პროტექციონიზმს, ამას ეძახიან საქმეში ჩარევას, ამას ეძახიან დაგეგმარებას და დაგეგმარება დაკუბავს. არა და სწორედ ჩინეთი თავის დაგეგმარებით დღეს ასწრებს ამერიკის შეერთებული შტატებს უკვე ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებშიც.
ну დღეისათვის ვფიქრობ მეტიც მომივიდა დავით საუბარი არა აუცილებელი იყო საფრთხელი უნდა იყოს მხოლოდ ორი სიტყვით იმას ვიტყოდი რომ ჩვენ ველოდებით ადამიანებს რომლებიც ამ საკითხებს ჩვენზე უფრო უკეთესად მიაწვდის ჩვენს ძვირფას საზოგადოებას რათა იმ დიადი გამოფხიზლებისათვის საჭირო სიტყვა უფრო აკადემიურად უფრო გამართულად მივიდეს თითოეული ქართველის ყურადღება მაგრამ ეს ესე ვერ მოხდება თუ კი მსმენელი იქნება პასიური რა თქმა უნდა ინერტული მხოლოდ მსმენელი ასე ვერ მოხდება ვერც ისე ჯადოსნურად მოხდება რომ უცებ დიდ ტელევიზიებს გაგვიხსნიან და ყველაფერი ციგზე იქნება ყველას უცებ ყველაფერს გააგებინებენ ცოტაოდენი გარჯაა საჭირო თითოეული ჩვენთაგანისგან ეხლა ვის რა შეუძლია ამ საქმეში თვითონ ყველაზე კარგად იცის ადამიანმა ზოგს ამ საქმეში შეუძლია ძალიან ბევრი ზოგს მცირე მაგრამ ის მცირე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნერთბილი მდგომარეობა არის ყველაზე ცუდი ან ცივი იყავ ან ცხელი თორე ნერთბილს გადმოგაფურთხებ ჩემი პირიდან ეს ქრისტეს სიტყვებია ეს უფლის სიტყვებია მარტო მოსმენა ვერ გვიშველის აქტიურობაა საჭირო იმედი უნდა ვიქონიოთ ახლა ჩემი მხრიდან მადლობას მოუხდი საზოგადოებას ბოდიშსაც მოუხდი თუ კი ისე ვერავთქვი თუ კი შევაწუხე რაღაც ხო და კეთილის სურვილებით და აი იმედი ღმერთმა მოვიშალოს ჩვენ საიმედო უნდა შევქმნათ ჩვენი რეალური ერთობის ჩამოყალიბებით აუცილებლად უფლის სიტყვის მოყოლების ირგვლივ გზა ერთადერთია 2 3 და 4 რო იყოს აქ ჩვენ ამდენი საუბარი და ლაპარაკი არ დაგჭირდებოდა ერთადერთი გზა პატივცემულო მსმენელო და აი ამ სისირგვლივ მართებს აი უფლის სიტყვის ირგვლივ გაერთიანება და არა ჩვენს ირგვლივ უფლის სიტყვის ირგვლივ დროებით ამით მადლობა ყურადღებისთვის მადლობა ყურადღებისთვის